ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას შევარჩიოთ საერთო კანდიდატი მერობის განსაკუთრებით დედაქალაქში, რომელიც როგორც არ უნდა ჩაატარონ ქოცებმა არჩევნები, უბრალოდ ძალით თუ არ წააგებ, ან უარს თუ არ იტყვი, ამ როგორც პარლამენტის მანდატებზე თქვეს უარი. ფაქტობრივად მოგებულია, იმიტომ რომ 40%-ზე მეტი ქოცებს არ აუღიათ ამ არჩევნებზე. ანუ ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქი ნამდვილად ოპოზიციურია, უბრალოდ ჩემი წარმოდგენით ოპოზიცია ძალით ჩალიჩობს ყველაფერს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა და წააგონ ეს არჩევნები და აჩუქონ ქოცებს. არავის არ უნდა ფეხბურთის თამაში, ან მოგების შანსი გაქვს წაგებული თამაშის სტატისტიკითაც კი იცი რომ რაღაც მნიშვნელოვან წერტილებზე გაქვს უპირატესობები და ძალიან ყარი ბერკეტით შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიციის ხელში. ყველა პარტია იძახის რომ თან არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას და თან რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი ყავს. ვიცით რომ ეს არ არის გამარჯვების გზა, ვიცით რომ ხაზარაძე მერობის კანდიდატად არ არის გამარჯვების გზა, მაგრამ ოპოზიცია შეთანხმდეს ვინმე ნებისმიერი პატიოსანი კაცი, თავის საქმეში წარმატებული პატიოსანი კაცი. ეგეთი კაცი რომ დავაყენოთ და მხარი დაუჭიროს ხაზარაძემ ფულით და იმითი მედია საშუალებებით. ჩვენ დაუჭიროთ იმითი თუ რა არის გასაკეთებელი და პრიორიტეტული. ამის ჩამოყალ გეგმის დაწერით დაუჭიროთ ხარი. შეთანხმებაში დავეხმაროთ ამ ადამიანს დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან. ვიღაცა კიდე რაღაცაში დაეხმაროს. აი უცბად წარმოვიდგინეთ, რომ არის მრგვალი მაგიდა, აგზის ხალხი, რომელსაც ერთმანეთი არ ევასება, მაგრამ აქვს კონკრეტული საქმე. არ მივიღოთ მონაწილეობა და ვინც მიიღებს ყველა ჩათლახია, ეს მიმართულება ძალიან წარმატებული იქნება ქოცებისთვის.